გოგოებო, ვალენტინობა მალე მოვა და უყიდეთ თქვენს შეყვარებულებს საჩუქრები? კი, ვუყიდეთ. მე ეს ყველაზე გასაკეთებელი ბაბთა ვუყიდე, მაინც ბარმენია. ხო, მე ტიმურს ანტისტრესი ვუყიდე, იმიტომ რომ სულ რაღაცას ისთვის ან სულ რაღაცას ეხება. მე მაქს წინდები ვუყიდე. მერი სერიოზულად წინდები? გოგოებო, წესად გაიხადეთ, რომ შეყვარებულებს წინდები არასდროს არ აჩუქოთ. ხო? აუ, ამერია რაღაცა, რა ახალი საჩუქარი უნდა მოვიფიქრო? მერი გირჩევნია, იმიტომ რომ ძალიან ეწყინება თუ წინდებს აჩუქებთ. კარგი გოგოებო, თქვენი კაბები მოამზადეთ ვალენტინობისთვის. დიანა, შენ ჩემი კაბა ხომ გაქვს ნანახი? შეხედეთ, უბრალოდ ძალიან ძვირი იყო. ხო, მაგრამ მომწონს. ხო, და გამიმართლა, იმიტომ რომ ფასდაკლებაზე ვიყიდე. გგონიათ რომ ტიმურს მოეწონება? კი, მაგრამ ეს ყვავილები ბავშვურია. არა, გოგოებო, არაფერი არ არის ბავშვური, ძალიან საყვარელია. ხო, გოგოებო, ძალიან საყვარელია და თქვენ უბრალოდ გშურთ. აი, აქ არის უფრო დიდი ადამიანის კაბა, ამოღებული ყელით. თქვენი აზრით მაქს მოეწონება? ნასტია მოგწონს? შვენიერია მერი და რადგან ყველას კაბა ვნახეთ, აი ჩემიც. პატარძლის კაბას არ გავს? ძალიან მაგარია, აბა მოგწონთ? ხო, მაგრამ არ მესმის საპატარძლო კაბა რატომ იყიდი? არ ვარ დარწმუნებული, რომ აი ისი შენზე დაქორწინდება. კნოპა, გთხოვ გაჩუმდი და დიანა, ყველამ გაჩვენეთ ჩვენი კაბები და შენ არ გვაჩვენებ შენსას? გოგოებო, პირველ რიგში მე არავისთვის მithოვია, რომ კაბა გეჩვენებინათ, უბრალოდ საჩუქრებზე გკითხეთ. მაგრამ კარგი, ასე ძალიან თუ გაინტერესებთ, შემიძლია გაჩვენოთ ჩემი კაბა. მიდი გვაჩვენე. ოღონდ გოგოებო, არ შეგშურდეთ. მოიცა? ტადამ! დიანა, ისე ვარდისფერი? კნოპა, ხო მიცი როგორ მიყვარს ვარდისფერი და მიყვარს ისეთი კაბების ჩაცმა, რომელიც სათამაშოს მომსგავსებს. და შენი აზრით სმაილს მოეწონება ეგ სათამაშოს შეხედულება? მერი დამშვიდდი, რა გჭირს? სმაილს დიანა ყველანაირი უყვარს, ხო? გოგოებო, ეს არ არის ჩემი ყველაზე მაგარი შენაძენი. მოკლედ, ვიყიდე ულამაზესი ფეხსაცმელი. რა თქმა უნდა, რაც მქონდა საერთოდ ყველაფერი დავხარჯე, მაგრამ დამიჯერეთ, ღირდა. იმ ფეხსაცმელზე ამბობს, რომელზეც მე მგონია? მართლა იყიდა? ჯანდაბა. გოგოებო, ამას რომ დაინახავთ, შოკში არ ჩავარდეთ. ულამაზესი ფეხსაცმელია. მოემზადეთ? გოგოებო, აი, აბა რას ფიქრობთ? დიანა, სიმართლე რომ გითხრა, თითქოს ვიღაც ბებოს ეცვა, ისე გამოიყურება ეგ ფეხსაცმელები. მე ვფიქრობ, რომ წინა საუკუნეში ეცვა რომელიღაც პრინცესას. დიანა, ჯანდაბა, ხო შევთანხმდით, რომ არ იყიდდი, მეც მინდოდა მაგის ყიდვა. გოგოებო, თქვენი კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფეხსაცმელები მოდური არ არის, საერთოდ არ ახდენს ჩემზე გავლენას, იმიტომ რომ ახლა არის ყველაზე მოდური. კარგით გოგოებო, ჩვენი აუთფიტები ხომ გაჩვენეთ, ახლა სალონში მივდივართ თუ სკოლაში? სალონში. გოგოებო, მე სკოლაში მივდივარ, სმაილი მელოდება. რა მაგარი იქნებოდა ამ სკოლაში მარტო ჩვენ რომ ვიყოთ გოგოები? ხო, ყველა ბიჭს შევუყვარდებოდით. მომისმინე სმაილ, მე მეჩვენებო თუ დღეს უცნაურად თამაშობ. შემეშო, კარგად თამაშობ. ბიჭებო, რომელი იგებს? გოგოებო, მე ვიგებ. ოჩახ სმაილ, ვიღაც იპოვა, ვის წინაც იამაყებ და ვირთხები იპოვა. ჩვენ ვირთხები ვართ, მაგრამ ლამაზი ვირთხები. უი, ბიჭებო, გამარჯობა, შეიძლება მეც ვთამაშო? მომისმინე, გაისეირნე, ფეხბურთზე მაინც არაფერი გესმის. ხო, ეს ბიჭების თამაშია და შენ გოგო ხარ. ეს შავი მოვიდა კიდევ. შენს გაღიზიანებს? ძალიან. ბიჭებო, ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი უგეპარებათ. ძალიან კარგად ვთამაშობ ფეხბურთსაც, კალათბურთსაც და ხელბურთსაც. ნახე, ამ შავს უყურე ფლირტავება ახლა კალათბურთელებს. ხო, მაგრამ ვერაფერს მიაღწევს. ტიმურ, მიდი მე შენკენ ვარ. სმაილ შენკენ. მადლობა, მაგრამ არაა საჭირო. დაგიმტკიცებთ, რომ ფეხბურთში მოგიგებთ. პროვასტი, ყველაფერს რა ფასად ყიდი? აი ამდენად. ხო, კარგად ხარ, ეს ძველი ფასებია. აი აქ წერია ახალი ფასები. მიდი, ნახე. და ახლა რა გავაკეთო? რა გააკეთო? მიდი ფული დაამატე, რაც დაგვაკვდა. რა ფული? მალე ვალენტინობის დღე მოდის. ჯული საჩუქარი უნდა ვაჩუქო. არ მადარდებს ამ კაფეში საერთოდ რატომ მუშაობ? დიანამ დამაწყებინა. ჰეი, აის, დაანებე თავი ჩემს შეყვარებულს, პროვასტი, მოდი აქ და დაჯეხი, არაფერი არ გინდა მაგასთან. ჯული, ნუ ერევი, ბიჭები საუბარი გვაქვს. აბა რა გავაკეთოთ? არ ვიცი, ახლა ფული არ მაქვს. ხო დაიშოვე, რომ ფული უკვე ხვალ აქიდოს. აბა დაიწყე შეკვეთები, გასაგებია. პროვასტი, რაო? კარგი არაფერი. ხო მიცი რომ მასთან ბალში არ ხარ. არაფერი, უბრალოდ არასწორი ფასები მეწერა. ბიჭებო, ჩირილდერები არ გჭირდებათ? ტიმურ, მიდი, შენ ახლა
ქულა გექნება. Smile გაგიტანს გოლს. მიდი შენკენ ვარ. გოგოებო, თავი დაგვარებით. ბიჭებო, მზად ხართ რომ ნახოთ რა შემიძლია ფეხბურთში? აუ, ეს კიდევ მოვიდა. წებოსავით ხარ. ხო, გამაღიზიანებელი წებოსავით. რა, შეგეშინდათ, იმიტომ რომ მოწინააღმდეგეც დამინახეთ? გაიწიე და ადგილი დამითმე. ეს ხუმრობა, არ არის ხუმრობა და თან გეფლირტავება. კარგი, დავიწყოთ. გამარჯობა. გოგოებო, აუცილებლად გჭირდება. ღმერთო ჩემო, გოგოებო, მალე დავბრუნდები, აი ისი მოვიდა. მიდი წარმატებები. ამას შეხედეთ, დიანამ სტილი შეიცვალა? ვხედავ, დიანა, მე ამბოხედან ბარბი გახდი? ხო, რა უცბად შეიცვალე? მომისმინეთ ბაყაყებო, ჩემი ცხოვრების განმავლობაში სტილს ხშირად გამოვიცვლი და ეს თქვენ არ უნდა გადარდებდეთ. ხო, თქვენგან განსხვავებით სულ მწვანე არ გვაცვია. ნერვებს მიშლიან. გოგოებო, უნდა შევიცვალოთ ფერი, ვარდისფერი თუ ლურჯი, გაგიჟდი, ჩვენ ბაყაყები ვართ, მწვანე ჩვენი ფერია. პატრიკ, ჩემი საჩუქარი საუკეთესო იქნება, ძალიან მოგეწონება. ხო, ბაყაყებო, შეგიძლიათ რომ გაჩუმდეთ? ბაზარში კი არ ხართ, კაფეში ხართ, ცოტა წესიერად მოიქეცით. ჯიჯი, ამ წამს კომბეშვები გაანადგურეთ. ხო, პატრიკ, და საჭირო თუ გახდა დავმარხავ კიდეც. გოგოებო, ეს გაიგეთ? ხო. მისმინე ჯიჯი, საერთოდ ჩვენკენ არც გამოიხედო, თორემ შარში გაეხვევი. ჩემ ჯიჯის არავინ არ შეეხო, თორედ აგერხევოთ. აბანასია, ჩემ გარეშე როგორ იქცეული. ნორმალურად, აის, ხო იცი როგორიც ვარ და შენ ვიღაცებს ხომ არ ეფლირტავებოდი, მითხარი. არანასია, მე არავის არ ვეფლირტავებოდი, თვითონ კი, მაგრამ მე არა. შეხედე, ნასტია და აისი უკვე აგვარებენ თავიანთ პრობლემებს. ხო, პირველი დღეა და ახლა ეს. გოგოებო, არა უშავს, დიდი ხანი არ უნახავთ ერთმანეთი. არ არის საჭირო. კარგი, მოდი ახლა ამას ჩავუყვეთ. სმაილისთვის საჩუქარი ვიყიდე, ჩემ თავს კავებიც ვუყიდე, ფეხსაცმელებიც, კარგი მაკიაჟი და თმა დარჩა. დიანა, ამ ყველაფერს სერიოზულად იწერ? მთელისია თავში მაქვს. დიანა, შეგიძლია შენს ვიზაჟისტთან მეც მივიყვანო? კარგი მაკიაჟი მინდა. მერი, რა თქმა უნდა, ვნახავ, როდის აქვს თავისუფალი დრო. წარმოიდგინეთ, გოგოებო, აი ისი რას მეუბნება, როდესაც წასული იყო, გოგოები ეფლირტავებოდნენ. ნასტია სპეციალურად გეუბნება, რომ გაეჭვიანოს. ხო, ურადღება არ მიაქციო. ბროვასტი, ახლა ვკითხავ დიანას, მოიცადე? დიანა, შენ დასვი ხო ბროვასტი ბარისტად, ახლა ფული აკლდება. კი, მე დავსვი, მაგრამ მე რა შუაში ვარ მაგასთან. იქნებ ზედმეტ რაღაცებს ყიდულობდა. არა დიანა, უბრალოდ არ გითხოვს რომ ახალი ფასები იყო. ხო, და ბროვასტი არ გადაიხდის. უბრალოდ იცოდე და საჩუქარს მიყიდის. ხო, მე არ ვარ დამნაშავე. კარგი, მაგას მოგვიანებით გავარკვევთ. აი, ცხელი შოკოლადი მოგვიტანე. ცალ-ცალკე სვავთ. ჯანდაბა, საღეჭირეზინი თმაშირე საიდან მაქვს? კარინა, არ უნდა გეძინოს ღამე საღეჭირეზინით. ალბათ ღამე დაგეძინა და გადმოგივარ. ხო, ის ყოველთვის პირღი აიძინებს. არ მესმის აქ რა პრობლემა, უბრალოდ მაგრატელი აიღე, მოიჭერი და მორჩა, არანაირი პრობლემა. რა? საერთოდ არაფერი გესმის? ხო, რომ მოვიჭრათ, საშინლად გამოჩნდება. ხო, თქვენ შეგიძლიათ თქვენი თმა შეიჭრათ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია. დიმა, ჯობია გაჩუმდი, აქ უკვე 1 საათია ვდგავართ და კიდე 1 საათი ვიდგებით. არ მინდა აქ კიდე 1 საათი დგომა, აბა რამე გამოსავალს ვნახავ. მორჩა მწვანე, დავიღუპე. კარგი, კარინა, დაწყნარდი. ახლა დიმა გამოსავალს მოძებნის და ცუდ რჩევას არ მოგცემს, ხო იცი? აბა დიმა, არის რამე გამოსავალი. კი, მართლა არის, თუ კევა რამე შეეწება და ვერ აშორებთ, მაშინ ეს რაღაც საყინულეში უნდა ჩადოთ და თავისით მოშორდება. მწვანე, შენ მითხარ რომ დიმა ცუდ რჩევას არ მომცემდა, ხო? გინდა რომ თავი საყინულეში შევდო? დიმა, რატომ? კარინა, თუ სხვა გამოსავალი არ არის, მაშინ ასე უნდა მოიქცე, პარიკი შედე. რა თქვი? კარინა, დაწყნარდი, ყველა მიცის რომ პარიკია. და რა მოხდა კარინა, მოიხსენი შენი პარიკი და საყინულეში შევდოთ. გინდათ რომ მელოტი ვიყავ, დროზე მომაშორეთ ეს საღეჭირეზინი. ბოდიშით მეგობრებო, დავაგვიანე. დღეს ყველასთვის საყვარელი გაკვეთილის თემა გვექნება, მოდა, სტილი და ტრენდები. გამარჯობა, მაიკ. მასწავლებელო მაიკ, დღიური მაგიდაზე დადეთ. მაგარია, ძალიან კარგი თემაა. დღეს გაკვეთილის ამ თემაში რაიანი დამეხმარება. სლიუს ჩემი ჯერია. რაიან, მინდა რომ ჩემი ტანსაცმელი შენ არჩიო, მოდურად უნდა ჩამაცვა. ნასტია, შენი აზრით რამდენი ხანია ფლირტავება ლეილა რაიანს? არ ვიცი, მაგრამ უნდა მიხვდეს, რომ რაიანს ის არასდროს მოეწონება. ხო, თან რაიანმა ხომ გვითხრა, რომ სხვა გოგო მოსწონს, სხვა სკოლიდან. სერიოზულად, ლეილა, რაიანს არ მოსწონხარ? თავი დამანებე, ნასტია. მეგობრებო, თქვენ ყველა მაგრები და ტრენდულები ხართ, განსაკუთრებით ჩერლიდერები. ვიცით. ფუფ. ჩვენც მოდურები ვართ, ბაყაყები ვართ ჩვენ. კარგი მეგობრებო, დაწყნარდით. აბა რაიან, გითხარი, რა არის ახლა მოდაში და რა ტრენდები გვაქვს?
მოკლედ მეგობრებო, დღეს მოდური არის ბრენდები და ისევ ბრენდები. ხო, ეს ბრენდები Gucci, Louis Vuitton და Balenciaga ჩემ ხელფას არ უხდება. ხო, ვიცი, ძალიან გვყვარს ეს ბრენდები. მეგობრებო, გაჩუმდით. მაგრამ ასევე სტილიც არსებობს, რისთვისაც ბრენდები საჭირო საერთოდ არ არის. ხო, გაიგურეთ მეგობრებო, ბრენდები საჭირო საერთოდ არ არის. მაგრამ მე Gucci მიყვარს, მე Balenciaga, მე Louis Vuitton. ვაიმე, გაჩუმდით. აცალეთ რაიან საუბარი, მან უკეთ იცის. მოკლედ მეგობრებო, სტილის შექმნას ბრენდები არ ჭირდება, მთავარია თქვენ გქონდეთ კარგი სტილი. შემდეგი გაკვეთილის თემა კარგი სტილი იქნება. კარგი რაიანე სტილი და ბრენდები გასაგებია და შენ როგორი გოგოები მოგწონს? ლეილა, ახლა გოგოებზე არ ვლაპარაკობთ, სტილზე ვსაუბრობთ. ხოლო ჩემი გოგო, ჩემ გულში. ეს გაიგე ლეილა, მისი გული უკვე დაკავებულია. არა ჯიჯი, მითხარი, ეს ნორმალურია? ბროვასტიმ ახლა ფული უნდა გადაიხადოს? არა, ჯული, საერთოდ არ არის ეგ ნორმალური. ბროვასტი არავის არაფერი არ გადაუხადო. ჯული, თუ დიანა ფულის მოტანას მომთხოვს, მაშინ საჩუქარს ვალენტინობის მერე მოგცემ. მისმინე ბროვასტი, თუ საჩუქარს არ მაჩუქებ ამ არდადეგებზე, მაშინ დათუნიას დავუბრუნდები მასკოტს. მოიცა ჯული, ჩემთან მხოლოდ საჩუქრების გამო ხარ. არდემს რატო უნდა დაუბრუნდე? არა ბროვასტი, უბრალოდ გოგო ვარ და მიყვარს, როდესაც შეყვარებული მჩუქნის საჩუქრებს. ბროვასტი, შენ რაღაც ფულის პრობლემები გაქვს და პატრიკი საჰაერო ბუსში ამიყვანს და ზევით ღრუბლებში მე და პატრიკი ვაკოცებთ ერთმანეთს. მომისმინე ჯიჯი, გავიგე ეს ღრუბლები. ბროვასტი, ველოდები საჩუქარს. ახლა რა გავაკეთო? ხელსახოცი. ახლავე მოიცადე? ბლონდი, რატომ გადაწყვიტე რომ დიანას შეეჯიბრო? რაღაცა ისეთი მითხრა, ცუდი და ახლა ჩემი ჯერია. ჟენია, კარგი ხანია დიანას არ ყოლია ესეთი მოწინააღმდეგე, ვაცადოთ ბლონდის. კარგი და რა შეეჯიბრებით? ვინ არის ყველაზე ლამაზი გოგო მთელ სკოლაში? თუ ბლონდი დიანას ადგილს დაიკავებს, მაშინ ჩვენ ბანი ჩერლიდერების ადგილებს დავიკავებთ. ხო და ყველაზე ლამაზი გოგოები ვიქნებით. აი ეგ მომწონს. მეგობრებო, ხო არ იცით გოგოები სად არიან, დრო უკვე გავიდა. ჩვენ საერთოდ უნდა ვიწოდით. ბიჭებო, გამარჯობა. გამარჯობა, მიამბოხე. სმაილ, აღარ ვარ მიამბოხე. ხო, უკვე სტილი შეიცვალა. ახლა თოჯინასავით ჩაიცვამს. ხო, თოჯინასავით მერე. დიანა, ჩემთვის ყოველთვის მიამბოხე იქნები. კარგით გოგოებო, მოდით ვივარჯიშოთ. მასკოტ მზად ხარ? შენი კუდიანი ყოველთვის მზად იქნება. გამარჯვება! ბანი საუკეთესოა! ბანი მაგარია! ბანი აუცილებლად გაიმარჯვებს! გოგოებო, მიდით. ბანი მაგარია! ბანი საუკეთესოა! ბანი აუცილებლად გაიმარჯვებს! G A M A R J V დიანა! გოგოებო, გავაგრძელოთ. დიანა, მერი ბაჭიები საუკეთესოები არიან. ბაჭიებს წარმატება ელოდებათ. მისმინე მერი, მესმის რომ მაქსთან კოცნა უფრო სასიამოვნოა ვიდრე ვარჯიში, მაგრამ თუ ესე გაგრძელდება, მაქსი აღარ მოვა საერთოდ შენთან. კარგი დიანა, ძალიან უხეში ხარ. კარგი დიანა, აღარ ვაკოცებ. მორჩა, მზად ვარ. მაქს ხო კარგად ხარ? ჩემთან თვითონ მოვიდა. გოგოებო, ბაგრძელებთ. ჯანდაბა მერი ეს რა იყო? თავი დამანებეკნობა. გოგოებო. G A M A R J V E B A გამარჯვება. ბანი დიანა, შეიძლება თქვენი იდეალური ვარჯიში შეგაწყვეტინოთ? მასკოტ, ძალიან კარგი იყავი, კარგი ვარჯიში გქონდა. დიანა, აღარ დაიყალე? არა. დიანა, უნდა გამოვაცხადო, რომ შენ ახლა მოწინააღმდეგე ყავს და ეგ მე ვარ. ხო, არის. საყვარელო, ეს რა არის? არ ვიცი, მისმინე ბლონდი, შენ სიტყვებს სერიოზულად ვერ აღვიქვავ, არ მადარდებს. ხო, ეგ დღეს არ გადარდებს, ხვალისთვის მოემზადე და თქვენც ჩერლიდერობანი მოემზადეთ, იმიტომ რომ თქვენს ადგილს დავიკავებთ. რა? არ ინერვიულო, ეს ცარიელი სიტყვებია. ხო, კარგი დიანა დაბრუნდა და ყველაფერი დაიწყო. კარგი იყო, როცა მე ამბოხე ვიყავი. დიანა, მარ დაიკავებენ ჩვენს ადგილს. გოგოებო, რა თქმა უნდა, არა. კარგი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. წავედით. კარგად.